მე გახლავართ გვანსახასია ვაგრძელებთ თემას, რომელიც შეეხება კონვენციას საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ. ჩვენი ლექციის თემა იქნება ხელშეკრულების მოსადლოდნელი დარღვევები და საქონლის ცალკეულ პარტიათა მიწოდების შესახებ რეგულაციები, ზარალი პროცენტები, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება და ხელშეკრულების გაუქმების შედეგები, ასევე საქონლის შენახვასთან დაკავშირებული რეგულაციები. კონვენცია მხარეებს ანიჭებს უფლებას შეჩეროს ვალდებულებათა შესრულება თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი იმის შესახებ, რომ მეორე მხარე არ შეასრულოს ვალდებულებას. საფუძველი კი შეიძლება იყოს მხარე მნიშვნელოვნად მოკლებულია ვალდებულების შესრულების უნარს, ან ეს გამოწვეულია მისი ქმედუნარობით, ან მისი მოქმედების გამო, რაც ხელს უშლის ხელშეკრულების შესრულების მომზადებას ან განხორციელებას. თუ გვაქვს შემთხვევა, როდესაც მხარე, რომელიც აჩერებს შესრულებას, არ აქვს მნიშვნელობა ესკეთება საქონლის გაგზავნამდე თუ შემდეგ, მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობს ეს ყოველივე მეორე მხარეს და უნდა განაგრძოს ვალდებულებათა შესრულება, თუ მეორე მხარე წარუდგენს საკმაო გარანტიებს, რომ შეძლებს შეასრულოს თავისი ვალდებულებები. კონვენცია მხარეს აღჭურვავს უფლებით, რომ თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადამდე ნათელი ხდება, რომ ერთ-ერთი მხარე არსებითად დაარღვევს ხელშეკრულებას, მეორე მხარეს შეუძლია გამოაცხადოს მისი გაუქმება. სახესე გვაქვს თუ არა ვალდებულების არსებითი დარღვევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. ასეთ შემთხვევაში თუ საქმის ვითარება იძლევა ამის საშუალებას, მხარე, რომელსაც განზრახული აქვს გამოაცხადოს ხელშეკრულების გაუქმება, უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს შეტყობინება, რათა საშუალება მიეცეს ამ მხარეს წარმოადგინოს ვალდებულებათა შესრულების შესახებ გარანტიები. შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს, თუ მეორე მხარემ განაცხადა, რომ არ შეასრულებს თავის ვალდებულებას. განაცხადის ფორმასთან დაკავშირებით კონვენცია არაფერს ამბობს. შესაბამისად, ვალდებულების შესრულებაზე უარი შეიძლება გაცხადებული იყოს ზეპირად ან წერილობით. თუ გვაქვს ისეთი შემთხვევა, როდესაც საქონლის მიწოდება ხდება ეტაპობრივად, პარტიებად და ხდება ერთი მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ნებისმიერი პარტიის მიმართ, რითაც არსებითად ირღვევა ხელშეკრულების ეს ნაწილი, მეორე მხარეს შეუძლია განაცხადოს ხელშეკრულების გაუქმება მხოლოდ იმ ნაწილის მიმართ, რომლის მიმართაც ვალდებულება დაირღვა. შესაძლოა გქონდეს ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთი პარტიის მიმართ ვალდებულების დარღვევა წარმოშობდეს მნიშვნელოვან საფუძველს იმისა, რომ ვალდებულება არსებითად დაირღვევა მომავალი პარტიების მიმართაც. ასეთ შემთხვევაში სწორედ იმ მხარეზეა მტკიცების ტვირთი ამტკიცოს ეს ყოველივე, რომელიც მიიღებდა ამ საქონელს. ყიდულს უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულების გაუქმება მომავალი პარტიების მიმართაც. თუ მყიდველი, რომელიც აცხადებს ხელშეკრულების გაუქმებას საქონლის რომელიმე პარტიის მიმართ, შეუძლია იმავდროულად გამოაცხადოს მისი გაუქმება უკვე მიწოდებული ან მისაწოდებელი პარტიების მიმართ, თუ მართი ურთიერთკავშირის გამო ისინი გამოუყენებელია იმ მიზნისთვის, რომელსაც ითვალისწინებდნენ მხარეები ხელშეკრულების დადების მომენტში. ვენის კონვენცია ცალკე თავს შეიცავს, რომელიც ეხება სახელშეკრულებო ურთიერთობის ეტაპზე წარმოშობილ ზარალს. ზარალი კი შეადგენს თანხარდს, რომლითაც დაზარალდა ერთ-ერთი მხარე მეორე მხარის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. ასეთი ზარალი არ უნდა აღებოდეს ზიანს, რომელსაც ხელშეკრულების დარღვევი მხარე ითვალისწინებდა, ან უნდა გაეთვალისწინებინა ხელშეკრულების დადების მომენტში, როგორც მისი დარღვევის შესაძლო შედეგი. თუ ხელშეკრულება გაუქმდა და ამის შემდეგ გონივრულ ვადაში მყიდველმა სამაგიეროდ იყიდა საქონელი ან გამყიდველმა ხელმეორედ გაყიდა საქონელი, იმ მხარეს, რომელიც ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, შეუძლია მოითხოვოს განსხვავება სახელშეკრულებო ფასსა და მის დამაგიერო გარიგების თანახმად დადგენილ ფასს შორის. აგრეთვე ნებისმიერი სხვა დამატებითი ზარალის ანაზღაურება. რაც შეეხება პროცენტს, იმ შემთხვევაში, თუ მხარემ დაუშვა ფასის ან სხვა თანხის ვადის გადაცილება, მეორე მხარეს შეუძლია მოითხოვოს პროცენტები ვადადაცილებული თანხიდან, ჩვენს მიერ უკვე განხილული ზარალის ანაზღაურების რომელიმე მოთხოვნისათვის ზიანის მიუყენებლად. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას მსგავსად ქართული კანონმდებლობისა იცნობს ვენის კონვენციას, რომლის თანახმადაც მხარეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა თავისი ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებების გამო, თუ დაამტკიცებს, რომ იგი გამოწვეული იყო დაბრკოლების შედეგად.
რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარება და რომ არაგონიული იყო მისგან ამ დაბკოლების გათვალისწინება ხელშეკრულების დადების დროს, ან ამ დაბკოლების ან მისი შედეგების თავიდან აცილება ან გადალახვა. შესაძლოა მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყოს მესამე პირის გამო, რომელიც მხარემ გამოიყენა მთელი ხელშეკრულების ან მისი ნაწილის შესასრულებლად. ასეთ შემთხვევაში ეს მხარე თავისუფლდება პასუხისგებლობისგან თუ სახეზე გვაქვს ერთ-ერთი შემთხვევა. იგი თავისუფალია პასუხისგებლობისგან, ვინაიდან იგი გამოწვეული იყო დაბკოლების გამო, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარება და რომ არაგონიური იყო მისგან ამ დაბკოლების გათვალისწინება ხელშეკრულების დადების დროს, ან ამ დაბკოლების ან მისი შედეგების თავიდან აცილება ან გადალახვა. ან მის მიერ მოწვეული მესამე პირი თავისუფლდება პასუხისგებლობისგან, რომ შეიძლებაოდეს ჩვენს მიერ განხილული წესების გამოყენება ამ პირის მიმართ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენს მიერ განხილული პასუხისგებლობისგან გათავისუფლება ვრცელდება მხოლოდ იმ პერიოდზე, რომლის განმავლობაში წესის დაბკოლება არსებობდა და რამ ფაქტამდე ან მის შემდეგ. მხარე, რომელიც ვერ შეასრულებს თავის ვალდებულებას, უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს დაბკოლება და ამ დაბკოლების გავლენა მის მიერ ხელშეკრულების შესრულების უნარზე. თუ ეს შეტყობინება მეორე მხარეს არ მიუღია გონივრულ მადაში, მას შემდეგ რაც იგი ცნობილი გახდა, ან ცნობილი უნდა გამოხდარიყო იმ მხარისთვის, რომელიც ვალდებულებას ვერ ასრულებს, ამ უკანასკნელს ეკისრება პასუხისგებლობა იმ ზარალისთვის, რომელიც გამოწვეულია შეტყობინების მიუღებლობით. იმ შემთხვევაში ჩვენ რასაც უკვე ვისაუბრეთ, კონვენციის საფუძველზე მხარეს აქვს უფლება მეორე მხარეს მოსთხოვოს ზარალის ანაზღაურება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მხარეს არ შეუძლია დაიმოწმოს მეორე მხარის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობა, იმ შემთხვევაში, როცა ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია პირველი მხარის მოქმედებით ან დაუდევრობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იცნობს პასუხისგებლობისგან გათავისუფლების შემთხვევებს. SSK-ს 666 მუხლი ეხება დაუძლებელ ძალას, რომელიც სწორედ ერთ-ერთ შემთხვევას აწესრიგებს. პასუხისგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. მხარები უმეტესწილად ასეთ შემთხვევების ჩამონათვალს ხელშეკრულებით განსაზღვრავენ, მაგალითად ომის საბრძოლო მოქმედებების სტიქიური უბედურება, დივერსია, ხანძარი, წყალდიდობა, გაფიცვა, ლოკაუტი, ან ნებისმიერი სხვა მსგავსი სახის მოვლენა, ან ნებისმიერი ისეთი გარემოება, რაც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს. ვენის კონვენცია ასევე შეიცავს დებულებებს ხელშეკრულების გაუქმების შედეგების შესახებ. ხელშეკრულების გაუქმება ორივე მხარეს ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისაგან, თუმცა ორივე მხარე ინარჩუნებს უფლებას მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება. ხელშეკრულების გაუქმება არ ვრცელდება იმ დებულებებზე, რომელიც ეხება მხარეთა შორის დავის გადაჭრის წესს ან უფლებებისა და მოვალეობებს ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში. მხარეს, რომელიც ხელშეკრულებას ასრულებს მთლიანად ან ნაწილობრივ, შეუძლია მოსთხოვოს მეორე მხარეს ყოველივე მის დაბრუნება, რაც პირველმა მხარემ მიაწოდა, ან რისი ფასიც გადაიხადა ხელშეკრულების თანახმად. თუ ორივე მხარე ვალდებულია დააბრუნოს მიღებული, მათ ეს ერთდროულად უნდა გააკეთონ. აღსანიშნავია ისიც, რომ ორმა რესტიტუციას ქართული კანონმდებლობაც იცნობს, იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება ხელშეკრულებიდან გასვლა, მხარები აბრუნებენ ყველაფერს, რაც მათ ხელშეკრულების საფუძველზე მიიღეს. მყიდველი კარგავს უფლებას ხელშეკრულება გაუქმებულად გამოაცხადოს, ან მოსთხოვოს გამყიდვა საქონლის შეცვლა, თუ მყიდველისთვის შეუძლებელია საქონლის დაბრუნება, არსებითად ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც მიიღო. ამ წევს ხედულობაში ვერ მიიღებთ, თუ სახეზეა ერთ-ერთი შემთხვევა. თუ შეუძლებლობა საქონლის არსებითად იმავე მდგომარეობაში დაბრუნებისა, როგორშიც მიიღო მყიდველმა, გამოწვეული არ არის მყიდველის მოქმედებით ან დაუდევრობით, ან თუ საქონელი ან საქონლის ნაწილი უარგისი გახდა ან გაბუჭდა მხარის მიერ მისი დათვალიერების შედეგად, ან თუ საქონელი ან მისი ნაწილი გაიყიდა ვაჭრობის ნორმალური წესით ან მოხმარებული იქნა ან გადაკეთდა მყიდველის მიერ მისი ნორმალური გამოყენების მიზნით, მანამდე საგნამ იგი აღმოაჩინდა, ან უნდა აღმოაჩინა, რომ საქონელი არ შეესაბამება ხელშეკრულებას, თუ გამყიდველი ვალდებულია დააბრუნოს საფასური, მაშინ მან უნდა გადაიხადოს ასევე მისი პროცენტები ფასის გადახდის თარიღიდან გაანგარიშებით.
ყიდულმა უნდა გადასცეს გამყიდოს საქონლისაგან ან მისი ნაწილისაგან მიღებული მთელი შემოსავალი. თუ იგი ვალდებულია დააბრუნოს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ, ან თუ მისთვის შეუძლებელია საქონლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნება, ან საქონლის დაბრუნება მთლიანად ან ნაწილობრივ არსებითად იმავე მდგომარეობაში, როგორშიც მიიღო იგრი. მაგრამ მიუხედავად ამისა გამოცხადა ხელშეკრულების გაუქმება და მოსთხოვა გამყიდულ საქონლის შეცვლა. კონვენცია ასევე შეიცავს დებულებებს საქონლის შენახვასთან დაკავშირებით, დებულებებს, რომლებიც გარემოებიდან გამომდინარე მხარეებს ავალდებულებს საქონლის შენახვას. მაგალითად, გამყიდულს უფლება აქვს დააკავოს საქონელი, თუ მყიდულმა ვადას გადააცილა საქონლის მიღებასთან დაკავშირებით. ან როცა ფასის გადახდა, ან საქონლის მიწოდება ერთდროულად უნდა მომხდარიყო, თუ მყიდველი არ იხდის ფასს, ხოლო გამყიდველი ჯერ კიდევ ფლობს საქონელს. შესაძლოა მყიდველმა მიიღოს საქონელი და განზრახული ჰქონდეს კონვენციით დადგენილი წესით, გამოიყენოს თავისი უფლება და უარი თქვას მასზე. მან უნდა განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, რომელიც გონივრულია ასეთ შემთხვევაში, საქონლის შენახვასთან დაკავშირებით. მხარე, რომელიც ვალდებულია განახორციელოს ღონისძიებები საქონლის შესანახად, შეუძლია იგი ჩააბაროს მესამე პირს საწყობში მეორე მხარის ხარჯზე. თუ ამასთან დაკავშირებით ხარჯები არაგონივრული არ არის. მხარე, რომელიც ვალდებულია განახორციელოს საქონლის შენახვა, შეუძლია იგი გაყიდოს იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარემ დაუშვა არაგონივრული დაყონება საქონლის მის ფლობელობაში გადასვლასთან დაკავშირებით. იმ პირობით, რომ მეორე მხარეს გაეგზავნა შეტყობინება საქონლის გაყიდვის განზრახვის გარეშე. ასეთი გაფრთხილების გარეშე საქონლის გაყიდვა დაუშვებელია. საქონლის რეალიზების საშუალება მაშინაც არსებობს, როცა საქონელი მალე ფუჭებადია. მაგრამ ამ შემთხვევაში არსებობს ვალდებულება მეორე მხარეს შეატყობინოს თავისი განზრახვის შესახებ. მხარე, რომლის საქონელიც გაიყიდა, უფლება აქვს დააკავოს გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლიდან თანხა, რომელიც საქონლის შენახვასა და გაყიდვაზე გაწეული გონივრული ხარჯების ტოლია. ნაშთი მეორე მხარეს უნდა გადაეცეს. მინდა კიდევ ერთხელ გავიაროთ რიგი დებულებები, რომელიც საერთოა ვენის კონვენციისთვის და მინდა აღვნიშნო, რომ საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ კონვენცია არ არის სტანდარტული ნორმატიული მკვდარი არქეტი, არამედ მუდმივად განახლებისთვის მზადყოფნი ინსტიტუტია, რაც მას უფრო დიდ მიმზიდველობას ძენს და სახელმწიფოებს შორის მას უფრო დიდი ინტერესით უდგებიან და სახელმწიფოები მის რატიფიცირებას ახდენენ. საკუთარ სამართლებრივ სისტემაში ჩაკეტილი ქვეყნები, გაერთიანებული სამეფო, რომელიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას კონვენციის შემუშავებაში, არ ახდენს მის რატიფიკაციას, რაც ერთ-ერთი განსაკუთრებული და გამონაკლისი შემთხვევაა. ხარვაძები, რომლებიც კონვენციაში არსებობს, სწორედ კომპრომისებით არის გამოწვეული, ვენის კონვენციის მიზანი არის სწორედ განსხვავებული შეხედულებების შეძლების დაგვარად კომბინირება, რათა თავი ავარიდოთ სხვადასხვა ადგილობრივი კანონმდებლობის გაუგებარ ინსტიტუტებს, რამაც თავის მხრივ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქონლის თავისუფალ ბრუნვას. ხელშეკრულებულ სახელმწიფოს შეუძლია ხელმოწერის რატიფიკაციის მიღების დამტკიცების ან შეერთების დროს განაცხადოს, რომ იგი არ შეიწყუდება ამ კონვენციის მეორე ნაწილით ან მესამე ნაწილით, ანუ ხელშეკრულების დადებისა და ნასყიდობის ნორმებით. ხელშემკრალი სახელმწიფო, რომელიც წინა პუნქტის შესაბამისად გააკეთა განცხადება ამ კონვენციის მეორე და მესამე ნაწილების მიმართ, არ ითვლება ხელშემკრალ სახელმწიფოდ ამ კონვენციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თვალსაზრისით კონვენციის ნაწილის რეგულირებული საკითხების მიმართ, რომელსაც ეს განცხადება ვრცელდება. ორ ან მეტ ხელშემკრალ სახელმწიფოს, რომლებიც ამ კონვენციის რეგულირებულ საკითხებში ანალოგიურ ამ მსგავს სამართლებრივ ნორმებს იყენებენ, შეუძლიათ ნებისმიერ დროს განაცხადონ, რომ კონვენცია არ გამოიყენება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ან მისი დადების მიმართ, იმ შემთხვევაში, როცა მხარეთა კომერციული საწარმოები ამ სახელმწიფოებში მდებარეობენ. ასეთი განცხადება შეიძლება გაკეთდეს ერთობლივად ან ურთიერთცალმხრივი განცხადებებით. ჩვენ უკვე მიმოვიხილეთ ვენის კონვენციასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულაციები. ჩვენი ლექცია ამით დასრულებულია. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის.